მოწევა ეს მავნებელია. ვიღაცამ კამპუსის ტუალეტში მოწია. პირადად მე საერთოდ ვერ ვიტან სიგარეტის სუნს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ მოწია. მაქს, ჩვენ გვინდა რაღაც გითხრათ. ყურადღებით გისმენთ, გოგონებო. რაღაც ცუდი გავაკეთეთ. კამილ, სკოლაში ყველაფერი რიგზეა? რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგადაა, როგორც ყოველთვის. მედია სიმართლეს ამბობ. კამილ, არ გინდა უთხრა მას, რომ ახალ გოგოსთან დაახლოვდი კამპუსში? არა, არ მინდა. ამინა. რა მისთქმა ხომ არ გინდა? არა დედა, არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემი მეგობრებიც მოვიდნენ. გამარჯობა. საუზმე არ დაგისრულებია ჯერ, კამილ. მოდით წავიდეთ. მე არ მშია, დედა. შეასრულე შენი საშინაო დავალება? ჩვენ ახლა ვაპირებთ დავსხდეთ და დავალებები შევასრულოთ. სამსახურში უნდა წავიდე. შენ პატარა დაზე, ახლა შენი ზრუნებ. ძიძამ თქვა, რომ დააგვიანდება. მაგრამ რატომ მე და არა ამინა? მე ვიცი საფენების გამოცვლა, ეს 100-ჯერ მაინც გამიკეთებია. იმედი მაქვს, სანამ მე არ ვიქნები, არეულობას არ მოაწყობ. კამილ, ის ყოველთვის ასეთი მკაცრია, როგორც წესი, ის უფრო კეთილია. ვინმე მიცის, რატომ ტირის ის? იქნებ მშიერია? ის არ არის მშიერი. მას უბრალოდ სურს თამაში. მარუსიას უნდა ვკითხო. მარუსია, რატომ ტირის ბავშვი? ყველა ბავშვი ტირის. ამაში უცნაური არაფერია. ჰალკ, მიდი ახლა და გამოუცვალე მას. რატომ მე? შენ თქვი, რომ ეს შეგეძლო. დამავიწყდა ეს როგორ უნდა გავაკეთო. მე ვიცი. მარუსია, ჩართე იავნანა. ჩაირთოს იავნანა. გამოვიდა. მან შეწყვიტა ტირილი. მაქს, რაში გჭირდება მოწევის აკრძალვის ნიშანი? მართლა ფიქრობ, რომ ვინმე მოწევს ჩაკ, არ გესმის? ახლა არ ეწევიან ისინი, მაგრამ ხვალ შეიძლება ტუალეტში მოწევა დაიწყო. ნუ აჭარბებ მაქს. ყველა მოზარდმა იცის, რომ კამპუსში არის ოფიცერი ჩაკი, რომელიც ყველას უთვალთვალებს. ჩაკ, შენ ყოველთვის გძინავს. დიახ, ხანდახან მეძინება, მაგრამ ჩემს კამერებს არასოდეს წინავთ. ისინი ყველაფერს იწერენ. ჩაკ, თუ ოდნავ იკვამლის სუნს მაინც იგრძნობ, სასტრაფოდ დამირეკე. მინდა ამ წეվել მოზარდს თვალებში ჩავხედო. რას ნიშნავს ეს? ვიღაცა მოწია. გმადლობთ მისტერ მაქს, შენ გადაგვარჩინე. კინახამ დავიხრჩეთ, უშტო, შენ რა გიში ხარ? ტუალეტში ეწევი? ყველას დირექტორთან მიგიყვანთ. აბა, უბედურებაში ხართ, ლუზერებო. როგორ ფიქრობთ, კარგია ტუალეტში მოწევა? ისინი უნდა გაყარონ კამპუსიდან. ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება. ჩვენ არ ვეწევით სიგარეტს. გუფი, დროზე დახურე ეს სულელური კარი. შენ რა დახრჩობა გინდა? და ვინ მოწია? იქნებ მე ან მისტერ მაქსმა? იქნებ ჩაკმა მოწია. რატომ არ გჯერა ჩვენი? მისმინე მენდი, სასტრაფოდ შეხვედრა დამინიშნე მოზარდებთან. კარგი, მისტერ მაქს. მოწევა, ცუდი ჩვევაა. კარგი კამპუს, სერიოზული ინციდენტი გქონდა ცოტა ხნის წინ. ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა. ნუ შემიშლი ჩაკ. ვერ ხედავ, რომ მათი ცნობიერების ამაღლებას ვცდილობ? ერთი თქვენგანი ეწეოდა კამპუსის ტუალეტში. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ გააკეთა ეს. პირადად მე საერთოდ ვერ ვიტან სიგარეტის სუნს. მე ნამდვილად არ ვეწეოდი, რადგან სპორტსმენი ვარ. მე ვაფასებ ჯანსაღი ცხოვრების წესს. მე და ბენსი არ ვეწევით. მოწევა საშინელ სუნს გვიტოვებს პირში. უსიამოვნოა.
და ჩვენ მოგწონს კოცნა, ხო ხდებით? რაში გვჭირდება ეს სულელური ინფორმაცია შენი კოცნის შესახებ? რომ იცოდეთ, ნიკოტინი მავნია თქვენი ტვინისთვის, ამიტომაც მე სიგარეტის წინააღმდეგი ვარ. შეწყვიტე ეს ტკბილი საუბარი. ვინ ეწეოდა სკოლის ტუალეტში? თქვით ახლავე. მე არა. კარგი, თუ არ გინდათ აღიარება, მაშინ მე და ჩაკი თქვენ სუნს გავიგებთ. ვისაც სიგარეტის სუნი აღმოუჩნდება, მას გავაძევებთ კამპუსიდან. ვერ გაიგონე რა თქვა მისტერ მაქსმა? მართალია. ბენს, მოწიე? არა, იქნებ შენ ფაზლ. არა, ისუნთქე. ჰეი, ლუზერებო, მოწიეთ? ნიკოტინის წინააღმდეგი ვარ. ისუნთქე? შენ ეწეოდი? არა, შერიფო. ჰეი, კუნთიანო, შენ ეწეოდი? ჰეი, კამილ, ისუნთქე? 100%-ით ვიცი, რომ სწორედ შენ ეწეოდი. მე არ ვეწეოდი. ისუნთქე. შენ მოწიე? არა. შენზე რა სიტყვი ოლივია? მე არ ვეწეოდი. ისუნთქე. ჩაკ, იპოვე ის ვინც ეწეოდა და შენ იპოვე? ვერც მე. ასე ვერ გავიგებთ. ყველას სახეჭირეზინა აქვს. მე მაქვს წინადადება მისტერ მაქს. თუ არავინ აღიარებს დანაშაულს, ჩვენ გავაუქმებთ არდადეგებს და ყველა სასარგებლო საქმით იქნება დაკავებული. მაგალითად, ტერიტორიის დასუფთავებით. მენდი, გასაკვირი არ არის, რომ შენ დაგნიშნე ჩემს ადმინისტრატორად. გაჩვენდით, ეს ყველაფერი თქვენს გამოხდება. ტუალეტში არ უნდა მოგეწია. იმედი არ ვაპირებთ ახსარებას, ხო? კარგი რა, ამინა. მისტერ მაქსმა რომ გაიგოს, ჩვენი საქმე წასულია. ლუნა, არ იტყვი ხომ? მე არ ვარ ჩამშვები. მეც თქვენთან ერთად ვეწეოდი. გახსოვთ ჩვენი დევიზი? ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. რა მოხდება თუ ისინი გაიგებენ? ჩვენ ვიქნებით დიდ უბედურებაში. შეწყვიტე სტეფ. მე ვღიზიანდები, როცა სხვები ტირიან. ინახამ დავიხრჩე. ეს კვამლი ისევ ჩემ ფილტვებშია. კარგი რა, ბუშტო, დაივიწყე. გოგოებო, თქვენ ხომ არ იცით ვინ ეწეოდა ტუალეტში? არა, ჩვენ არ ვიცით. არდადეგები დასრულებულია. ყველამ დაინახეთ, როგორ მიცავდა ჩემი კარამელი კლასში? კარგი რა, ბენს. დიახ, ჩვენ დავინახეთ. ჩვენ გვაქვს თვალები. ეს იმიტომ, რომ ის ჩემზე მაგრად ზრუნავს. ხო. აბა, ვაკოცოთ? კმარა, ვერ გაიგე რა თქვა მაქსმა? არავით არის არდადეგები, სანამ არ იპოვიან ტუალეტში მწეველს, ჯანდაბან. მინდოდა რესტორანში მიმტანად მემუშავა, ამაში კარგი ფული იშოვება. ასე რომ ახლა შენ კამპუსის კაფეში იმუშავებ, თანაც ამჯერად უფასოდ. მე კი მშობლებთან ერთად მივდიოდი საფრანგეთში, კოშკის სანახავად. ყოველთვის ვოცნებობდი იქ წასვლაზე. დილას გვიანობამდე ძილი მინდოდა. დავიღალე ადრე გაღვიძებით. ჰეი ბენს, ჩვენ ვიცით, რომ შენ და კალათბურთელები ტუალეტში ეწეოდით. რა? რა და რაც გაიგე? უბრალოდ მშიშრები ხართ და გეშინიათ იმის აღიარება, რაც გააკეთეთ. შენს გამო ჩვენ არ გვექნება დასვენება. ადამიანები ვართ და ყველას გვსურს დასვენების დღეები. თქვენ რა, გაგიჟდით ლუზერებო? რა შუაში აქვს შიში? 900 სიცოცხლე გააქვთ? ჰაჰა, გამბედაობა არ აქვთ რომ აღიარონ რომ ეწეოდნენ. შეწყვიტე ჩემი ბენსის და დანაშაულება. რატომ ეწეოდნენ ჩვენი ბიჭები ტუალეტში? კალათბურთელები საერთოდ არ ეწევიან. მათ სჭირდება ჯანსაღი ფილტვები. ლუზერებო, მტკიცებულება გააქვთ? დიახ, მაქვს. ბენს ჯიბეში სანთებელა აქვს. რისთვის სჭირდება მას, ჰა? ბენს, ეს მართალია? ო, დიახ. სანთებელა მაქვს. და რა პრობლემაა? აბა, ბენს, ახლავე აგვიხსენი, რაში გჭირდება სანთებელა? ვარჯიშიდან სახლში ძალიან გვიან ბრუნდები. მე მას ყოველთვის ვიყენებ გზის გასანათებლად. სანთებელით ანათებ? დიახ, სანთებელით. ო, კარგი რა. ყველა მიცის ტელეფონების ფანრის გამოყენება. მე ვიცი, რომ ტელეფონს აქვს ფანარი, მაგრამ თუ ბატარეა დაჯდება, გონია, რომ სიბნელეში ვივლი. როგორც ჩანს, ის ნამდვილად არ არის მწეველი.
კარგი მისტერ მაქს, დანაშაული არავინ აღიარა. გავაუქმოთ არდადეგები. მენდი, იქნებ არ გავაუქმოთ არდადეგები. არა, მისტერ მაქს, ყველა მოზარდს უნდა ჩავუტაროთ გაკვეთილი, რომ სკოლის ტუალეტში აღარავინ მოწიოს. წავალ და თინეიჯერებს ვეტყვი, რომ არდადეგები გაუქმებულია. უყურე, სად მიდიხარ? რატომ მოხვედი? მისტერ მაქსი დაკავებულია. არ ინერვიულო მენდი, რით შემიძლია დაგეხმაროთ გოგოებო? მისტერ მაქს, გვინდა რაღაც გითხრათ და ბოდიშის გიხდით წინასწარ. ყურადღებით გისმენთ გოგოებო. რაღაც ცუდი გავაკეთეთ. მამას აღარასოდეს გავიმეორებთ. ვიღაცა სინდისის ქენჯნა აქვს. არ ჩაერიო მენდი, ჩვენ მესაუბრებით მისტერ მაქს. გისმენთ, რა გინდოდათ გეთქვათ გოგონებო? გთხოვთ, არ უთხრათ ეს ჩვენს მშობლებს მისტერ მაქს. გვინდა გითხრათ, რომ მაქს, კამერები შევამოწმე. ლუზერები არ ეწეოდნენ სიგარეტს. ვინ ეწეოდა ჩაკ? იპოვე ვინ გააკეთა? არავინ არ ეწეოდა. მოკლე ჩართვა მოხდა. გაყვანილობის პრობლემა იყო. როცა მოზარდები ტუალეტში შევიდნენ, გვეგონა რომ ვიღაც ეწეოდა. მადლობა ჩაკ, შენ გადაარჩინე მთელი კამპუსი. ჩვენ არ გავაუქმებთ არდადეგებს. რა გინდოდათ გეთქვათ გოგონებო? გაკვეთილი გავაცდინეთ, გპირდებით რომ აღარ გავიმეორებთ. გასაგებია. კარგი, შეგიძლიათ წახვიდეთ. ამჯერად გაპატიებთ, მაგრამ ნუ გაიმეორებთ ამას. კინაღამ დაგვიჭირა, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. თვალი ადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. შევხვდებით მალე!